არაკორექტული შოუ კვლავ ეთერშია. რამდენიმე დღის წინ ეროვნულმა ბანკმა ახალი ბანკნოტის დიზაინი წარადგინა. 2016 წლიდან იცვლება 20, 50 და 100 ლარიანი კუპიურები. ამ თემაზე ჩაგვერთვება ჩვენი კორესპონდენტი გიორგი მარშანია. გიორგი, როგორც ვიცით, ახალ კუპიურებზე არ იქნება ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ხელმოწერა. ხომ არ იცით, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება? ალეკო, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ მართალია ხელმოწერა არა, მაგრამ ვალუტის გადამხურდავებელ პუნქტებთან ხადურის ხელწერა ნამდვილად ეტყობა ლარს. ამიტომ აღარ იყო საჭირო. საზოგადოება ძირითადად გაეცნო კუპიურების ავერსს და უკანა მხარეს რა არის, ხო ვერ გვეტყვი? უკანა მხარეს იქნება კროსვორდი. იმიტომ რომ ისეთ დღეში ვართ, მალე მაგ ფულს მაინც ვერაფერში გამოიყენებს ხალხი და გაერთობა მაინც. ამბობენ, რომ ახალი კუპიურები უფრო დაცულია. რა კონკრეტული დამცავის საშუალებები აქვს? ნამდვილად კარგად არის დაცული ახალი 20, 50 და 100 ლარიანი კუპიურები. დამცავი ნიშნები დიდი არაფერი, მაგრამ კურსი აქვს ისეთი დაბალი, რომ გაყალბებას აზრი აქვს დაკარგული და შესაბამისად არც არავის მოუვა აზრი. ამ თემას შევეხეთ და ბარემ აქვე კითხავ. ახალი ბანკნოტების გამოშვება იმოქმედებს თუ არა კურსზე? შეუძლია თუ არა მისი გამყარება? ბუნებრივია, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მიზანი ლარის კურსის გამყარებაა. ახლა ხომ შეცვალეს დიზაინი. თუ არ გაამართლა შემდეგ შეცვლიან თვითონ სახელწოდებას, ამანაც თუ არ გაამართლა შემდეგ შეცვლიან მთლიან საფინანსო სისტემას, ამანაც თუ არ გაამართლა შეცვლიან სახელმწიფო წყობას და ამანაც თუ არ გაამართლა საბოლოოდ მიხვდებიან და ბოლოს და ბოლოს შეცვლიან ბატონ ნოდარ ხადურის პირველ მოადგილეს. ამის სხვა გზა ალბათ არ არსებობს. მადლობა. ეს იყო ჩვენი კორესპონდენტი გიორგი მარშანია.